რას დავდივით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. განათავს ვიქებ, მაგრამ სადღაც ვიქებ კიდეც. ისე კი ეს თქვენ უნდა შეგემჩნიათ. ამ თავრობა წოდებულ ტიპებს მაინც რამე ჯილდო უნდა გაგემეტებინათ. იმდენი მაინც ჯაჯაინძეს რომ დააკავებინეთ ხელში. ფულზე ვამბობ, ფულზე. მაგრამ რა კი თქვენ არ გინდათ მაღიაროთ, მე ჩამოხსნით ნიღაბს. Facebook-ის ორი პოსტი უნდა გაჩვენოთ. 24 თებერვალი. სულ 2 საათია გასული, რაც ბრიტანეთმა გამოაცხადა ნადეჟდასა და შალავატევეს სანქციების ამბავი. მეფე ჩარლზის ბრძანებას ჯერ მელანი არ შეშრობია. Facebook-ის მომხმარებელი თენგიზ გოგოტიშვილი წერს. როგორც კი გაიხსნა იმედი დებატებისთვის, უმალდაადე სანქციები. არ უნდა deep state საქართველოში დემოკრატია. ასე რო თქვა მაგდას ამბავი არ ვიცი. ვერ ვარ მისი აქტიური მაყურებელი, ვაღიარებ. თვალზე მეტად ყურს მჭრის. მაგრამ სხვას წაუკითხავს. მე-5 დღეს 28 თებერვალს Facebook-ზე ჩნდება ასეთი ამბავი. დაახლოებით 1 თვის წინ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოაქვეყნა განცხადება სატელევიზიო სივრცეში საზოგადოებრივი პოლიტიკური დებატების გახსნის შესახებ. განმარტეთ, რომ ჯანსაღი დებატები იყო უპირობოდ აუცილებელი ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად და სიძულვილის დასამარცხებლად. ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას უტყუარად მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების ერთიანი მესიჯბოქსი და მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ. პროჭორვილელნო, კი ხართ მიჩვეულები ბიუჯეტის ქურდობას, საბავშვო ბაღების ძარცვას, სამედიცინო აპარატურისა და იარაღის კონტრაქტებით გაძღომას, მაგრამ ხუმრობების მოპარვა რაღა იყო ახლა. გეხუმრეთ, არისტაფან, გეხუმრეთ. განა ყველაფერი უნდა გაიმეოროს, რასაც ჩაგძახებენ. მაგრამ თუ იმეორებთ, იქნებ იდეის ავტორი მაინც მიუთითოთ. ამ ხელა კოზირი დაგაჭერინეთ ხელში deep state-ის წინააღმდეგ და მაგის ღირსიც არ ვარ. მაგრამ ჯანდაბას არც აღიარება მინდა თქვენი, არც სტერლინგები, არც ორდენები. თუ ბოლომდე ჩაუყვებით ჩემს Facebook-ს და მართლა იზამთ ყველაფერი მას, რასაც გირჩევთ. და მართლა წახვალთ იქითკენ და იმაზე, სადაც მეგიშვებთ. სიყვარულით, ჩემო ლეგიტიმურებო. ბორია რუსის რაზმი აგრძელებს ყველას გულის გახარებას, როგორც ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება უნდა აკეთებდეს. კობახიძის ხელმოწერილი დადგენილებით 3 წლის განმავლობაში ცხადდება მორატორიუმი ძაღლის 10 ჯიშის მოშენებაზე. დოკუმენტში წერია, რომ ამას ისევ ჩვენთვის აკეთებენ, რადგან ამათგან 7 ჯიში პოტენციურად მომეტებული რისკის მატარებელია. ლაიკა, ჰასკი და მალამუტი რატომ მოხდნენ ხურდაში ამ მონსტრებს, კაცმა არ იცის. თუ არგუმენტი ისაა, რომ თბილისის ცხელად შეიძლება დაშვება, რომ ამ ჯიშების მოშენება შეიძლება მაღალმთიანეთში, სადაც მეტი სიგრილია და მეტი სივრცე სარბენად. მაგრამ კაი, ხომარ შეიძლება სულ ყველაფერზე ჩასაფრებულები ვიყოთ. ვაღიაროთ, რომ მებრძოლი ჯიშები ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია, ძალიან დემოკრატიულ ქვეყნებში. ისიც ვაღიაროთ, რომ ძაღლების ჯგუფი საქართველოში ძალიან სერიოზულ ბიზნესს წარმოადგენს. სერიოზულ სასტიკსა და არალეგალურს, რომელსაც აწლეულების განმავლობაში მე კი არ ვკრიშავ, არამედ პოლიცია, ალბათ, ისევ კოცი. მოკლედ, სწორი თანმიმდევრობაა. ჯერ უნდა აკრძალო ბუსუსებიანი პრეზერვატივები, შემდეგ ფოიერვერკები, შემდეგ NGO-ები, შემდეგ პარტიები, შემდეგ ამ პარტიების წევრები, შემდეგ პროტესტი როგორც ასეთი, შემდეგ უცხოელთა მუშაობა კურიერებად. ბოლოს 6 წელზე ძველი მანქანები. მოიხედავ და ვახაი, ხელი გეკავება. კიდევ რაღაცის აკრძალვა გინდა და უკვე აღარ იცი რის. და უცებ ევრიკა, ძაღლები. აქამდე როგორ არ გაგვახსენდა. დანიაში მაგალითად deep state-ში კავკასიური ნაგაზია აკრძალული საერთოდ. მოგწონთ? არა. და კობახიძის აკრძალულ რომელ ჯიშს ჩაუვარდება აგრესიით პოტენციურად. იცით რა, ამ ძაღლების ამბავი ძალიან გავს თავად კობახიძის, პაპუაშვილისა და სხვათა ცხოვრებას. სანამ კარგი და სწორი პატრონების ხელში იყვნენ, გერმანული ორგანიზაციის თუ USAID-ის თუ რაიმე სხვა, საკუთარი ადგილიც იცოდნენ, არ ზედმეტ აგრესიას ავლენდნენ, კარგათაც მსახურობდნენ და ხანდახან ამისთვის ალბათ თავზეც ხელს უსვამდნენ. მაგრამ როგორც კი პატრონი გამოიცვალეს და იმან ამათგან რაღაც მებრძოლი ერთეულების გამოყვანა დაიწყო, რაღაც გადაუტრიალდათ. მას შემდეგ იყეფებიან, იკბინებიან, დუჟისდით, წკავწკავებენ, ყველაზე იწევენ, გამუდმებით ერთმანეთს ერჩიან, დიდი და პატარა აღარ იციან, ყმას ვეღარ გაუხსნით თუ არ დამდუღრე. ასე ემართებათ პიტბულსა და კანეკორსოსაც არასწორ ხელში.
ასე ემართება როტვეილერსაც, რომელიც ამ სიაში რატომღაც არ არის და დობერმანსაც, რომელიც არ არის. და იგივე დაემართება ბალონკასაც. სულ თუ ჩაკეტილი გეყოლება, დილას აღამოს თუ სცემ და უყვირებ, ყველაფრისთვის თუ დასჯი, სამაგერო თუ წაახალისებ თუ ვიღაცაზე საქმენად გაიწევს. მინდოდა ექსპერტის აზრის შემეთავაზებინა თქვენთვის. ბატონ თამას დაურეკე, ელის ბარაშულს. ინტერვიუ შედგა ძალიან შინაარსიანი. ბევრი საინტერესოც გავიგე პროფესიონალისგან. ოღონდ როგორც კი კობახიძის გვარი გაიგო, ხელი მოაწერა რაღაცა ძაღლებზეო. თუ ხო ყველაფერს დაადეთ. აი, ასეთი საინტერესო ინტერვიუ შედგა. ძაღლების მოშენების აკრძალვა ერთია, მეორეა მისი აღსრულება. გავა ორი თვე და ვნახავთ ახალ დადგენილებას, რომ წინა დადგენილების ეფექტური შესრულების მიზნით სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მუნიციპალიტეტებს დაემატა 100, 200, 1000 საშტატო ერთეული. ვინც ივლის ქუჩა-ქუჩა და მკაცრად გააკონტროლებს, რომ პიტბულს არ მიახდეს იმ საქმისთვის და კანეკორსოს. პიტბული თუ კანეკორსოს მიახდება, ბლეკვი უკვე მეტისია და ამ ბრძანების აკრძალვაში აღარ გადის, ალბათ. ამის შემოწმებლად კი ვის მიიღებენ? ცხადია პროჭორილელ აქტივისტებს. ხელფასას დაუნიშნავენ ბიუჯეტიდან, მერე წავა ჩაწყობები და ქრთამი. ბულტერიერი მყავს და მედი ერთი პუდელად გამიფორმე. არგენტინული დოგი მყავს და ლაბრადორი ჩაუწერე პასპორტში პატივისცემა ჩემზე იყოს ძმაო. ისე კითხვა მაქვს, რატომ არ შედის სიაში მასტიფი, რომელიც მგონი ძაღლი კი არა საერთოდ დათვია? ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ მაქვს ეჭვი. იმიტომ ხომ არა რომ ბატონ ბორის ყავს ეგ ჯიში მოშენებული. ან რატომ არ შედის სასაგზელთა სიაში ალაბაი? ეგ მგონი უფრო გასაგებია. ალბათ ქოცების თურქმენი მეგობარი დიქტატორების ხათრით. საქართველოში ხომ ყველაფერში ლობიზმი და ლობისტები უნდა ეძებო. აი, ვის შეიძლება არ მოვსდიოდეს თვალში და ბალანი ეჯაგრებოდეს ამეების დანახვისას. ვეძებევ, ქექე, ვაანალიზე, ვიფიქრე და ბოლოს მე მგონი ამოვიცანი ეჭვმიტანილი. აი ესენი. მგონი სახეზე გვაქვს ბორის ივანაშვილისა და მისი ჩემი ეკა საყვარელი პომერანელი შპიცების შეთქმულება, მათზე დიდი, მათზე გონიერი და ღონიერი ძაღლების წინააღმდეგ. ნაღდათ მაგათ შეუკვეთეს ეგ დადგენილება და ეხლა ერთგულ ცუმბუშას როგორ ვერ იპოვინენ, კი გააფორმებინეს იმ სეკუნდში. ნადეჟდა თურმე ბანკს აფუძნებს. ხელფასების დარიგების პრობლემა რომ არ შეგვექმნას, მაგდას და ჯაბოვიჩს ჯამაგირი რომ დროზე მივცე და პრემიები არ მოვაკლოთ. თორემ ძალიან ნერვიულობენ. ყველანი ნერვიულობენ ზოგადად. ერთის გარდა ჯაჯანიძე ყველაზე აკადემიური აღმოჩნდა და ყველაზე მოღადავეო. დანარჩენებს კი თურმე ლუბლანის მთელ ქუჩაზე გაუდი ჯიმჟიმი. ბანკი კარგია, ბანკი ფულია, ოქრო, ძვირფასეულობა, ობლიგაციები, მოკლედ კარგია. მაგრამ ამ ჩემი ცოდვით კი არა და რუსის ცოდვით სავსეებს 17 მილიონი თუ აქვს დავალიანება ბიუჯეტის წინაშე. 2024 წლის ზარალი კი 454 მილიონზე მეტი აქვს. რა ფულით უნდა გახსნან ეს ბანკი? ახალი მილიონები უნდა ისეს ხომ? 10 მილიონი. ხომ გასაგებია რომ ორგანიზაციას რომელსაც 9 მილიარდი აქვს კისერზე ჩამოკიდული. რომელსაც გამხსნელი სანქციები ბრიტანელებმა უკვე დაუწესეს და სხვებს უნდა ვეულდოთ. აი, ხომ გასაგებია რომ ასეთ ორგანიზაციას ფულს ნებით არავინ ასესხებს. იმიტომ რომ ეს არის გადაყრილი ფული. რუსული პროპაგანდის შავხრელში უბრალოდ გამქრალი. ბანკის პრეზიდენტად ან რამე დეპარტამენტის დირექტორად მაინც მე მგონი ცოტნე გეგეჭკორი უნდა დანიშნონ. აი ეს ფაქიზი გულის პატრონი ჯელი რომ ხარობს, ყველაფერი ისე გაიაფთა 250 ლარის ეკონომიას ვაკეთებ მაღაზიაში თითო შესვლაზეო. 250 ლარის ეკონომია მხოლოდ თითო შესვლაზე. აი ასეთი კაცი უნდა იყოს ბანკის ხელმძღვანელი, აბა ვინ? მაგრამ საქართველოში გარდა დიდებული ადამიანებისა, დიდებული კანონებიცაა. ერთ-ერთი ასეთი კანონი ითხოვს რომ ბანკის გასახსნელად საჭიროა 50 მილიონი ლარი მინიმუმ. ვერანაირი ბიჭი ცოტნეს, ვერანაირი მაღაზიაში დაზოგილი 250 ლარით მაგას ვერ შეაგროვებ. ცოტნეს მაგდას, ჯაბოვიჩს, ჩერტკოევსა და ოკეანესავით მშვიდ ჯაჯანიძეს ამისთვის 200,000 ჯერ მოუწევთ მაღაზიაში შესვლა. თან აუცილებელი მოთხოვნაა რომ ფული იყოს გამჭვირვალე. ანუ ამ 50 მილიონს ეროვნული ბანკი ბოლო თეთრამდე გადაითვლის და ძირის ძირობამდე ჩაყვება. წესით. თანაც ეს 50 მხოლოდ საწესდებო კაპიტალია, ის რაც დევს, ხელუხლებელია. ეს ნებართვის ფასია, უხეშად. ბანკა თამუშავებას კი კიდევ მილიონები სჭირდება. შესაბამისი შენობები, აღჭურვილობა, აპარატურა, ადამიანები, უსაფრთხოების სამსახური, მილიონები და მილიონები. და საიდან უნდა მოიტანონ ახლა ამათ ამხელა თანხა? თეთრი, გამჭვირვალე, კრისტალურად და ნეიტრალური პოლიტიკურად. კარგი ვთქვათ, ამასაც ვინმე მისცემს, ვთქვათ. მაგრამ ამ ვინმე ხომ იცის რომ ამით ავტომატურად ხდება ბრიტანული სანქციების სიაში. ავტომატურად. და ვინ იზამს მაგას? ან როგორც წარმოუდგენია გოჩა ჩერტკოევს რომ bank იმუშავებს with no links გარე სამყაროსთან.
მანი ხომ უნდა იმოძრაოს, გადაერიცხოს, გადმოერიცხოს, ყავიდეს, შემოვიდეს. თუ ეს ბანკი ჩახსნილი იქნება from Swift system, მაშინ გასაგები იქნება, რომ მირის სისტემაშია, რუსულ კლუაკაში, ან სადმე ჩინურში. ანუ ნადეჟდას დაფინანსების მეთოდი იქნება ზუსტად იგივე, რაც ჰეზბოლასი. მოდით ყოფილო კოლეგებო, არ გადაუხვიოთ მაგ გზას. უფრო და უფრო ღრმად შეტოპეთ მაგ ცხ**ში და ღრმად შეიზილეთ, არ გაჩერდეთ. საკუთარ ბანკზე არ გაჩერდეთ. მერე ცხოვრება სანქციები და იზოლაცია აუცილებლად გიკარნახებთ, რომ მაუწყებლობის საკუთარი სისტემაც გჭირდებათ. საკუთარი სატელევიზიო ანძები, საკუთარი თანამგზავრები, საკუთარი ინტერნეტ პროვაიდერი, რომ სოფლიოს ყველა კუთხეში მიიტანო თქვენი მართალი სიტყვა. მერე მოგშივდება და მიხვდებით, რომ შაუბნელი საბანკო სისტემის ფული სადმე უნდა დახარჯოთ. ნორმალური მაღაზია მაგ ბარათებს არ მიიღებს. და მერე მოგიწევთ მაღაზიათა საკუთარი ქსელი შექმნა. სადაც უკვე თქვენს თანამშრომლებსა და ალბათ ქართული ოცნების ვერხუშკას სპეცგანყოფილება მოგემსახურებათ. ჩეხური და იუგოსლავიური ლუდი, ივერია სოსისი, საცობიანი ლიმონათი ვერცხლის ქაღალდით სახურავით, ბაბაევსკი კომბინატის ბამბანერკები საშვიდ ნოემბრო და სააღაცლო გათამაშება შეკვეთილი სასტუმროში ავტოგრაფში ორკაციანი პუწუგით. აი, გენაცვალეთ ბანკში, ვა ბანკში. ცუდი ამბავიცაა და ცუდი ამბავიც. რაღაც ცუდი ამბავია ჩვენთვის პირადად, რაღაც ოჯახისთვის, სამეგობროსთვის, ანათესაოსთვის, სოფლისთვის, ქალაქისთვის. საქვეყნო ცუდი ამბავი რომ ხდება, დროშებს უშვებენ დაბლა. სახელმწიფო დაწესებულებებს აჩერებენ და კონცერტებს აუქმებენ ხოლმე. და პლანეტარული მასშტაბის უბედურება რომ ხდება, 8-დან 1-2 მილიარდი ადამიანი მაინც გლოვობს. ნატო თავის მეხუთე მუხლს და ირაზმება კაცობრიობა. მაგრამ ახლა არც ვიცი რა მასშტაბის კატასტროფა დაგვემართა. ინტერპლანეტარული? მგონი ყველაზე მცირე. უფრო ინტერგალაქტიკური. ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომელიც დედამიწაზე ამ საქმეს ვაკეთებდით. ერთადერთი მთელს გალაქტიკაში. ერთი გალაქტიკა ასტროლინგვისტიკის ერთი ფაკულტეტი. და ეგეც გავაუქმეთ. კუტუნიში, ქუთაისის ბორიასეულ უნივერსიტეტში მისივე ინიციატივით და შრომით გახსნილი სამეცნიერო სკოლა გასანადგურებლად გავიმეტეთ. შთამომავლობა ამას არ გვაპატიებს. კოსმოსი ძალიან მკაცრად გვიპასუხებს. უკვე ვიცი. თუმცა აბა როგორ გვიპასუხებს? მესამე დღეა იმათ თითებში უტრიალებს მზის სისტემას. ხან ამ ორბიტაზე ეკიდება, ხან იმაზე, ხან პულსირებად ხილული სინათლის სხივებს გზავნის, ხან ულტრაბგერებს, ხან ლაზერზე გადადის. მაგრამ ვინა ამ სიგნალების სამკითხავი და გამგები? გავაუქმეთ ბაკალავრიატიცა და მაგისტრატურას და ერთი ასტროლინგვისტიც არ დავიტოვე წამლად. 8 მილიარდ ადამიანს. ასტროარქეოლოგებზე აღარ ვამბობ საერთოდ არაფერს. ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროშა. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, ვაში გადაცემა და